გამოჩნდა. წავიდეთ ცოტა ჰაერით ჩავყავოთ. ამასობაში აღმოჩნდა საშუალებაში. მადლობა ჩემს ქმარს. მერტო ფასკა. რა უნდა? რომ ერთოს კოკაკოლა აღარ. ამდენი ხანია გახსნილია და არასდროს არ ყოფილა მეჭონაძალდევის პირდაპირ. ჩემს ტერიტორიაზე როგორ შეიძლება საშუალებაში არ ყოფილიყავ და გარემო ძალიან მომეწონა. ახლა ნახოთ გემო როგორია არ ვიცი და იმედი მაქვს რომ გაამართლებს. დიდი იმედი მაქვს. რა? Yeah. ჩვენთან არ დაგვავიწყდა რა თქმა უნდა. ველოდებოდით შაურმას, ვგიჟდები მე ასეთ კადრებზე, სადაც მამა ზრუნავს შულზე, რა ვქნა, ჩემთვის ძალიან სენსიტიურია. მე მგონი როგორც ყველა ქალისთვის და დედისთვის ალბათ, რა თქმა უნდა. ნუ ამ კადრებზე ვაფრენ. ეშვილის მოფერების კადრები მაგიშებს. მოვიდა ჩვენი შაურმა, საკამაოდ კი არა და გადავიდი, ესეთი გემრიელი იყო, საკამაოდ ვთქვი, ფრიზე ძალიან ბევრი ეყარა, რაც ძალიან მომეწონა. ეს არის ჩემი ყველაფრის გარეშე, ანუ როგორ ვთქვა, მაიონეზის და კეჩუპის გარეშე, როგორ ვთქვა, თითქოს ხა რამე ისეთი სათქმელი იყო. ამიტომ აუცილებლად კიდევ ვეწვევი ჩემი ქმარი დამპატიჟებსაც აგიყვათ თქვენს. გადაცეცგილი იყო ხორცით მინდა ავღნიშნო და წავედით მერე სკერში. აქ მარიკო პოზირებს გადამიღეო და კარგი დედიკო თქვა. თავის როლშია, ჩვენ ყველა ჩვენს როლში ვართ ოჯახში. დილამ შვიდობისა ყველას. როგორ ხართ გოგოებო, მოგესალმება თქვენი მზის ხივი. რა შვებით ხო ხართ კარგად. ვაიმე, დილის 7 რვის წუთები იყო, უკვე გრძნობდი რომ ვითიშებოდი. ვერ ვიცინებ, ვინც თბილისში ხართ, არ გასულხართ არსად, არ მიდიხართ. თქვენ ხართ ხალხო ქმირები. მე ჩვეულებრივ შოქში ვარ, იმედოვნდე უძინარი დავდივარ. მზივარ მარაოთი, ხარასვინია. აი გაუსაცლისი სიცხეა. არც ვენტილატორის შველის, არაფერი, მეგეთი არაფერი მინახავს. აი ავდექი დილით, წყალი გადავივლე, ავიწი ერთმა გაშლილი მქონდა დამცხა. რა დღე გავატარე არ მკითხოთ ხამე. აი ხა ამის წასმის გარდა ყველაფრის სურვილი მაქვს. მაგრამ ცოტა სახეს უნდა მივხედო. ვაიმე, ამას უყურეთ უბრალოდ ხალხო. რა არის ეს აი აქედან აქამდე. არ ვიცი. ასე არის. დღეს ვარ სტომატოლოგთან ჩაწერილი 8 საათზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში 11-მდე ვერ მოვალ. აი მე
ყველაზე მეტად არ მიყვარს, იმიტომ წასვლა რომ ცუდად ხვდები გოგოებო. აი გამაყოჩებოს რომ იკეთებს. მაგ დროს მგონია რომ ვითიშები თუ რავი რაღაცა, არ ვიცი, მოკლედ. არ მიყვარს ეგ პროცესი საშინლად. უბრალოდ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ უნდა მივხედოთ კბილებს. იქიდან გამომდინარე რომ მე კარგი კბილები მაქვს, ის რაღაც ერთი რაც აღზარაც უშლის ხელს და არ მინდა რომ უარესად და მიზიანოს ხობი, უნდა გავიკეთოთ. მეორეს არ ვიცი გავიკეთებ თუ ვერ, იმიტომ რომ რენტგენია გადასაღები და აი ყველაფრისთვის მზად ვარ ხა გარდა იმისა, რომ ვიწოწელო რენტგენის გადასაღებად. ანუ ფიზიკურად ამის ნერვი არა მაქვს. ვიფიქრე, რომ გამთენიისას აგრელდება თქო. გამთენიისას უფრო დამცხა ხალხო, კი აღა მაბიჭერი ჭუვაზე. წარმოგიდგენიათ, რომ საღამო სიგრილი არ არის, გამთენიისას სიგრილი არ არის, მე მეს რომელი გამოვიტანე, ორი სხვა. ამაში არც არის მგონი, ცოტა მგონი შეიძლება იყოს. უი, ყოფილი. წარმოიდგინეთ რა პირობებში მიწევს ცხოვრება. გვიწევს ყველას ერთად. ყველას ერთად გვიწევს ამ სიცხეში ცხოვრება. აი მე მეუთხარი კობას. ეხა კბილი რომ ამქონეს უთხარ გასაკეთებელი დღესვე წავიდოდი სოფელში. ესა ჩამოვედი. ეს სადაა რომ მეუბნებოდნენ ვამედეთ აქ სიცხლა ვერ სუნთქავთ. ვერ ვიაზრებდი მეუთხარი. ესა ჩამოვედი. გუშინ მარიამი წავიყვანეთ. აქვე გარეთ გავიდეთ ჰაერი ჩაისუნთქო კობამ. საღამოში მატყურო ვიყავი ძალიან ცუდად, ანუ სიცხისგან ხანაკეთ გადავარდებოდი, ხანაკეთ გადავარდებოდი, არც ვენტილატორი არაფერი არ მშველოდა და აი ვიყავი აგონიაში და ბავშვიც გავიყვანოთ აქვე. და შენც გამოდიო ჰაერზე თუ რაღაც ანჭამო თუ რაღაც გამოდიო. ასე გამოდიო. ხოდა წავედით სასეირნოდ. მე საკმაოდ გვიანი იყო და აღმოჩნდა რომ ცაცხობები იყო ღია და რაღაცე ობიექტები რაც გვინდოდა. და მე გამოვყევით ჩემსკენ აქეთ მეტროს ტერიტორიას. ხოდა გადაწყვეტეთ რომ მოდი საშაურმე შევიდეთ, რომ მეტროს პირდაპირ არის ჩემთან და დატომღაც აი არ ვიცი, სულ გავივლიდი, გამოვივლიდი და რაღაცა ვერ მომეხერხდა რომ შევსულიყავი, მარტო ხო არ შევიდოდი და ესე არასოდეს ყოფილვართ, რომ ესე რაღაცა ერთად ამოგვევლო იმ ტერიტორიაზე ისეთ დროს რა, სასურველ დროს. ხოდა რა მეთქი მოდი წავოდი. ხოდა მარიკომ ფრი მიირთვანო ეხა მარიამი და შაურმა. მე მეყვარს შაურმა ოღონდ მაიონეზის და კეჩუპის გარეშე. მე ვერ მივირთმევ მაიონეზის და კეჩუპით და აუცილებლად უნდა იყოს შიგთავზე კიდევ, აი რასაც ნორმად თვლიან ხო, მარილი კიდევ ოდნავ მოყრილი კიდევ. ხოდა ზუსტად ეგ ვთქვა, მარილი ოდნავ მეტი მინდა მეთქი და ძალიან გემრიელი იყო, აი ძალიან. ფრი იყო ჩემთვის საჭირო ბავშვისთვის ნორმალურად, ჩემთვის აბსოლუტურად უმარილო იყო. მე გამოვიყვანეთ უკვე მეტროს პირდაპირ სკვერია, ცოტა ხანი ისრიალა, გაერთოთ, მე წამოვედით სახლში. დაბლა კიდე სიგრილე იყო სკვერში შედარებით. და ნუ სახლში რომ მოვედი. აი რა დამემართა ვერ გეტყვით. აი ეგრევე გავიხადე ყველაფერი. აი მეციუში შურდები. ისეთი სიცხე იყო. დაგვიმაჯოს ხალხო. ჩემი ქმარი აღარსავს ბევრ ყავას. გიჟივით მარტო სავეს კი არაადეკვატური ვარ. რაზე უაზროდ ვსვავ ბევრ ყავას. ჩემი ქმარი არ მიირთმევ. ის უკარგად იყო. უფრო იშვიათად მივირთმევდიო დღეს მანძილზე და შენ უფრო შემსვი და მენები თავიო. დედა ეს რა მხალ არ გამაგვიშვი. რა არის ხალხო მე არა ვარ ისე მიდრიკილი და რაღაც ძალიან მივიდრიკე.
კაბილი და რა წყალ-წყალა. ამ დროს ძალიან ბევრი ყავაა ჩაყარული შიგნით. ვეღარ ვადუღებ ყავას, ანუ იქ ვადუღებდი სოფელში კარგ ყავას და აქ მგონი რაღაცა გადავეჩვი ამ იმაზე. უფრო მეტი უნდა ჩამეყარა სავარაუდოდ. აი ისე მომნატრებია ხალხო კობა. გასაკვირი რა არის, მაგრამ ჩემი თავის გამიკვირდა, იმიტომ რომ ხო წავს ვარ ხოლმე კაცო სხვა დროს და ესე ძალიან ისე არ მჭირდა რა ქვია. დაფეთებული ვიყავ. კარგად ხარო, მე ვთქვი ძალიან კარგად. ასე ორი კვირა თითქოს ბევრი იყო რა ესე ვთქვათ. აი მე ჩემქორმა ხალხ გუში გაკეთა ამბოქსი. ანუ ჩემქმა გაკეთა ამბოქსი კი რაც არის როგორი რაღაც იცით? აი დაუჯერებელი ისტორიები რო ხდება, ხო იცით? აი ამ ათეულში რო შეგიძლიათ შეიყვანოთ, იმიტომ რომ კუბა და ამბოქსი. იმიტომ რომ მაგას ამისი აქვს კაცრად ეგამბავი და ყენებული და ხوار გააკეთებდი, ხო? ამბოქსი. კუბა გავაკეთე. გამოჩენა ხო იცით რომ მაგისთვის ხო და არ გამოგაჩენ მე ვთხარი მხოლოდ ხელებს იმას ვიზავ თქო რა. და იმ ნივთებს რასაც განყუთავ თქო. კარგიო. ვა, მეთქი. ხოცდა წარ დამჭირდა. ხო და გააკეთა მერე unboxing-ის სუნამოების. ვთხარი ყოჩა, ხნელდელა მივიწევთ წინ. სახე არ გაუვიჩიდო იცოდე, არა, მე ვთხარი კაც. მე არ მიყვარს მეთქი ეს და უკითხავად მოგახდე ხახაში და გადაგიხო თუ არ გინდა კარგად იყავი. ხო. ძალიან საყვარელი იყო და unboxing-ს რო აკეთებდა ცუდად ვარ. აი მე დედა. მეტლახის ხელოსანს ეძებს მამა ჩემი, უკვე მგონი დღეს მე-7 კაცი მოვიდა ვიღაცა, რა ვიცი. ზოგმა ძალიან ძვირი უთხრა, ზოგმა მაგ ფილებს ვერ დავალაგებო, ზოგმა რა უთხრა, ზოგმა რა უთხრა. რა მოხდება? მოაჯირი ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონსად მე ჩაგისვამთ ფოტოს ან კადრებს, ვიდეოს სანრამეს. ძალიან ლამაზია ხა, მაგრამ ამ მეტლახი უნდა. მაგ ადგილს მოაჯირები იმდენ განგვიდა, მაგრამ ნუ მაგ ადგილზე გაკეთე და უკვე და ძალიან ლამაზია და ძალიან მიხარია და რაღაც დაცულობი შეგრძნება გაკ მოაჯირი როა, ხო? აი მე რას ვგავარ მერტ მიშველეთ. როგორ მეტყობა რომ უძინარი ვარ. მე ეგრევე ამტკივდა თავი. გამთენი ისას უკვე რომ ვეხარ დავიცინე თვალი თავი ერთად ამტკივდა. მე თუ წამიყვანეთ სოფელში. აღარ მინდა თქვი თბილისი. ამ დროს სოფელში აურა კარგი. ჩემი მეუღლე სოფელში წავალთ. აუცილებლად გაჩვენებთ მე იმ ადგილს. აწარმოეთ თქვენ გაჩვენეთ ჯვარია, დიდი ჯვარი და გადასახედი ძალიან ლამაზი, ნუ გადასავარდნი უფრო მეშინია, მაგრამ ძალიან ლამაზი ხედებია მოკლედ და მანდ დაიდგა გადახურულია. მაგიდა და სკამები ძალიან ლამაზია და ძალიან ისეთი კომფორტულია, ასე ვთქვათ, ხო და აუცილებლად წაგიყვანთ, როცა ჩავალ და გოგოებს ეცლებათ, რომ წავიდეთ. ვისაც ეცლება, არ ვიცი, ვინ დახვდება ხა სოფელში იქ, ვინ არიან, იქნებ სხვებიც ამოვიდნენ, მივწერ. ნახოთ. ბემბექში მივიდა ძალიან ის, რა ქვია. ხო და იქნება მოვიდნენ, კარგი იქნება, რაც ბევრი გოგო იქნებით, თქო და უფრო მეტად რაღაცა სახალისო იქნება და მეტად გავერთობით. დაწუნებული ვარ ერთი ზუსტად ვიცი რომ იქნება და ველოდება იქ ცხოვრობს. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩავდივარ. და ხაცნაირი განწყობა მაქვს. თან ანუ როცა კარგია ადამიანი და შენთვის ძალიან დადებითია, უფრო მეტად გახარებს მისი იმ ტერიტორიაზე ცხოვრება და ყოფა და ნახვა. და
და ერთი ნაბიჯი გვაშორებს ხოლმე სახლიდან გამოყავს ხსანზე არ ვიცი თუ ჩავალთ რა ვინ ჩაგვიყვანს მაგრამ თუ ჩავალთ ხსანზე იმასაც გადავწყვიტე რომ შილაკი ხარ მომიხსნა იმიტომ რომ რეალურად მოსახსნელი არ არის უბრალოდ წინ რაღაცები ამექერცლა და ამიტომ ავიღებ კლიპს და მოვკლებ იმ ადგილებს და ჯერ დავიტოვებ კიდევ ცოტა ხნით რომ ჩამოვალ მერე უკვე გავიკეთებ მერე ჩემი რძალი და ძმაც მოფრინავენ ხო და ბევრი საქმე მაგცა იმიტომ რომ სექტემბრიდან არც ერთი წამი ახლა ვიქნება არაფრისთვის დრო იმიტომ რომ დილის 8-დან გავალ საღამოს 8-ზე მოვალ ხანძრის ნახევარზეც ანუ თორებული ამბავი იქნება ასე რომ მაგრამ რაღაცა პერიოდი მერჩვენია გოგო ესე ვიმუშაო ამ რეჟიმით იმიტომ რომ მინდა რაღაცა გეგმები მაქვს და ისინი განვახორციელო ამისათვის ცოტა დიდხანს უნდა ვიმუშაო რომ მეტი ანაზღაურება მქონდეს და რაც ანაზღაურება მიქნება ის ანაზღაურება არ არის ნამდვილად ცუდი იმ საქმებისთვის რა საქმებიც მაქვს მოკლედ მით უფრო რომ ბავშვი იქ უნდა ვატარო და ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგ ადგილას, კარგ სივრცეში იაროს ბავშვმა, ძალიან ბევრი რამ ისწავლოს, განვითარდეს. ძალიან მადლიერი ვარ იმ ბაღის, სადაც დადიოდა მარიკო, იმიტომ რომ უხაროდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მარიამი გარბოდა იმ სივრცეში და დარწმუნებული ვარ, რომ მოენატრება და რომ გავივლით. თუ მოხვდით იქ აუცილებლად იტყვის ჩემი ბაღიო და ამას წეთ გავიარეთ იქით მარშრუტკი და იქო ჩემი ბაღი და ამეტი რა რაღაცად ემოციურად ცოტა იმოქმედა ჩემზე. ასე შემეცოდა რომ იქ ვუნდოდა. მაგრამ ნუ ასეც იყო დაგეგმილი რომ მოიზრდებოდა აუცილებლად უნდა გადასულიყო იქით. ასე იყო თავიდანვე დაგეგმილი. თუმცა ჯერ არ ვაპირებდი გადაყვანას უბრალოდ რადგან მე უკვე საღამოს რეჟიმზე გადავეწყე, უკვე ნუ სხვა გზა არ არის, მარიკოს იქით უნდა წავიყვანო. იქაც გადასარევად არის, მაგრამ ნუ ესეც ისა აქვს. ძალიან საყვარელი პედაგოგები ყავდა მარიამს ამ ჩვენს ბაღში. ძალიან დადებითი კომენტარი მქონდა ხოლმე ყოველთვის მარიამის მიმართ და ამისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი აქედანაც დირექტორიც სულ რაღაცა დადებითად მოიხსენიებდა ხოლმე და ძალიან ისე ყველა დედას რო ხარია ხო და ძალიან მადლობელი ვარ და მადლიერი ესეთი ამბები გოგოებო დილა ჩვენი დაიწყო აი ასე ქაოსით თავის ტკივილით მუჭუკით აი გავიგოდი ჩემი კვერს სახში არ დამხვდა უბრალოდ დილით უნდა წასულიყო ვიცოდი დედყოლს ადრე გავიდა ხანყავის რაღაც გადმოუვარდა გამომეკვიდა ძლივჩაძინებული აი ისაც ნახევრად მეწინა მე რაღაცა გადმოუვარდა მე რაღაცა კარადას მიეჭახა თუ რაღაცა რა იყო მე ვთხარ მიწა თუ მიდიხარ რა გადაგვეკი ხა მოკლედ ესე იგი ვერა და ვერ გაეწია სახილას თუ მიდიხარ კაცო ვთხარ შემჭალე ჭკული მოკლედ გვინდა გიმის რა ქვია გისოსის მოტანა სამზარეულოს მინაზე იმიტომ რომ მე ხალხო მე ვერ ვტყობ ღიას რა იმიტომ რომ ისეთია რომ მოინდომოს ადამიანმა ამოხტება ხო ხდებით ცოტა დაბალია და ვერ ვისკავ ეს ღამე მით უფრო სადმე წავიდე და ღია დავტყობო ფანჯარა არ არსებობს იქით ამ ხარეს გეუბნებით რა თქმა უნდა ვერ დავტოვებ ხო და თან მინდა რომ იქით ის თქნა რა ქვია ყვავილები დავდო ძალიან ლამაზი იქნება და უფრო გამილამაზებს გარიფასადსაც და შიგნით შემთხვევით ლამაზი იქნება და გამოვაღებ და ყვავილები იქნება მე მიყვარს ეგეთი რაღაცები ძალიან და ამიტომაც
წავიდა რომ მივიტანო ის რა ქვია აზოვები და რაღაცები რომ გამოკეთო მოკლედ ამდენი არის ალბათ სავარაუდოდ 200 რაღაც მაინც დაჭდება გულის ხო რაღაცები დაჭდა და ხა არ ვიცი ზუსტად რა ნუ ალბათ ეგრე დაჭდება ასე რომ გვექნება გისოსის unboxing-ი როდის არ ვიცი ოღონდ რას იზავს როდის მოიტანენ არ ვიცი რა გაკეთება წყობა ხო ძალიან მიხარია რა თქმა უნდა ეს რაღაცა ჭხლართი გაგზირებული საქმე ადრე ვიყრე ხო ადრე კიდემთ აწყობილი როა რაღაცა დაჭერის თუ რაღაც დროებით იყოს დროებით მაგრამ მე სხვა გარდირობი დაიდებს აქ ბინას ეს რა თქმა უნდა არ იქნება უბრალოდ იმ მომენტში ყველაზე კარგი გამოსავალი ეგ იყო იმიტომ რომ აქ ფაში გარდირობს არავინ არ ავიწყობდა ეხლა ხო და ამიტომ რაღაცა აუცილებელი იყო რა რაღაც ნახე 360-ად საკითხებს აქვს აი ქურთკები ჩამოკიდო შიგნით არა უნდა გარედან სარკეც აქვს და საკმაოდ ბევრი უჯრა ერთი პერიოდი კი ვიფიქრე ხო არ ვიყო ფაზაკლება აქ ისე 500 რაღაც არის 600 რაღაც ხო და აი არ ვიცი ვიწროა და ბევრი უჯრა აქვს და შეიძლება ამ ყველაფრის შეტევა იქ ლავაზიც არის ერთ-ერთი რაც მახერხებს არის ის რომ ერანგებს და ასეთ რაღაცებს ვერ დავკიდებ იმიტომ რომ შიდა საკითხები არ აქვს თუ ვნახე ფოტო აუცილებლად გაჩვენებთ 300 რაღაც თუ 200 რაღაც მე არ ვიცი თუ ნახე მოკლედ აუცილებლად გაჩვენებთ სადმე რავი ამოვარდება ფოტო ვიდეო რომელიღაცას დავუწყავ ძალიან მოგწონს არის იდეაში არის შემოსასვლელისთვის მაგრამ აქაც წავა ეგეთი ჩუღლებრივად მარტივად შეგვიძლია მსგავსი რაღაც აქაც გავაკეთოთ ხო და აი არ ვიცი რა მაგრამ თუკების ადგილი იქ ნამდვილად არ მგონია იყოს ეგ თავფიქრობ ახლა იცით რატო ეს რაღაც არ მომწონს და რაღაცა რომ ძალიან არ მომწონს მე ვიცი ჩაციკვლევები და მოვარჩო და არ ვიცი ნახოთ თან ვფიქრობ რომ კონცა მოდი რაც უფრო მნიშვნელოვანია ჯერ იმას მიხედე და აი ეგ ხო არ მოგწონს მაგრამ ჯერ ცოტა ის რაღაცები მოიშორე ის რაღაცები გააკეთე რაც უფრო მნიშვნელოვანია დედიკო ჩანთამაჩვენე რა გილაგია მაჩვენე აბა ამომხედე აბა და ერთი წუთი რა გილაგია ამომხედე ერთი წუთი და ყველაფერი აჰა ეს საფალია ეს კვერცხერია ეს რაღაცებია და ეს შამაჯურებია და ეს პომადებია და ეს არის სარკე და ეს კვერცხი კარგი და პირადობა
როგორც მივხვდი, მხოლოდ კაცი და ბავშვია. სავარაუდოდ. თუ არა. ჯამენი და ჩაის მოყვარულებო. ამის ფასი არ არის, იმით საბა კალორია ვნახოთ. 290 ძალიან დიდი კალორია აქვს. და ამისი ვნახოთ. მე რომელსაც მივირთმევ, რომელსაც უდაბლესი კალორია აქვს, ის არ არის გოგოებო აქ. არსად. მოდი აბა ეს რა არის? ეს არ ვიცი, მოიცოდი. ეს ის დიდია კალორია. ჩემი საყვარელი სექცია. ესეც ჩვენი გისოსი სამზარეულოში. ხა დააყენეს. ყვავილების დასადებიც არის აქერ. წავედით. სტომატოლოგთან. საშინელ მდგომარეობაში მგსახე. ამ დროინდე დაყრილი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მქონია. აქეთ და უშველებელი, ანუ აი ასეთი ის არასოდეს მე არ მახსოვს ჩემ კაცზე მქონოდა, ანუ მართლა არ ვიცი რა ხდება. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად ვიყავი სოფელში. ბევრად უკეთ, ანუ ერთხელ მქონდა წდება თუ რაღაცა ის უნიშნელოდ ვთვლი იმასთან შედარებით, რაც ჩამოვიდა ცუდა თუ არა. ჰაერი არ მყოფნის, ღამე არ მძინავს გოგოებო. რაც ჩამოვიდი დილის 7-მდე არ მძინავს. მერეც ადრე მეღვიძება და ეტყობა უძილობამ დამაგდო. ხო და წავედით სტომატოლოგთან და მერე სახლში. იმიტომ რომ საღამოს 8-ზე რო სტომატოლოგთან წახვალ, 12-ის ნახევრამდე ალბათ სახლში ვერც მოყვალ. დიდი ალბათობით. ამას უყურეთ. არასოდეს არ მქონია მსგავსი რამ და შოკში ვარ. აი ამდენგან. აი არასოდეს არ მქონია და ცოტა ვერ გავიგე. ვის უბედავს ეს მუწუკი? და შეიძლება კობასაც ყელის ტკივა. რა იყოთ მე ვთხარი, რა სიხოცებით? ვიხოცებით შეპისწორა მე. ხო და მალე ისე სოფელში წავალთ. ჩემი მეუღლე სოფელში ამჯერად. ეს ნათისა თვალე მიკეთია. დარჩა და მე აღარ წავუღი და დამავიწყდა თქო ვუთხარი. არა, მართლა დამავიწყდა, მაგრამ შემეძლო რომ არ დამვიწყებოდა. და წინასწარ ჩამედო. მაგრამ ეტყობა ქვეცნობიერმა მითხრა რომ არ წაუღო. ოდნავ მოვიწესრიგე თავი და ეკარისო. მე რო წონის აპარატი მაქვს, ხო ვიცით? ეს ფასაკლებით რო ვიყიდე. რამდენი ელემენტი გამოვცვალეთ. მაგრამ არა, არ ყოფნის ავტომატურად ისე ვითიშება. არ ვიცი. ელემენტის ბრალი რო არ არის ფაქტია. არც ერთ ვარიანტში. ამ რატო ჩავიცვი ესენი? ესენი. როცხელა ფეხი მისრიან. ქვეყანა საქმე მაქვს. როდი წავა. ხვალისთვის რომ მოვასწრო და ის ვქნა. ზეგისთვის მზად ვიყო. მაგრამ ვერაც უკაცებ არ ვარ მზად. Hello! ჩემი რძალი ვნახე და მამი ბიძაშვილის სულე. 3 წუთით გავჩერდით ამ 3 წუთში 3 წუთი ვიწუწუნე. იმაზე აქაც ჩამოვედი.
ეს მაისური პირველად მაცვია. სხვა ადგილას მინდოდა მის ჩაცმა, მაგრამ ხო, არ ვიცი, რატო გადავწყვეტე ხა ჩამეცვა. არა და ეს ისე დახო გახსოვთ. იმ მეორესთან ერთად რო ვიყიდე. ვაიგიგში. აი, უმაგრესი, უკარგესი ხარისხია, ხალხო, უკარგესი. დავით გაჩერებაზე დაველოდოთ ბეტკრულ ავტობუსს. იქნები გვაიც უყოს. ეს საშაურმია მეტრო ნაძალადების პირდაპირ. ნუ ორი ნაბიჯით აქეთ. აი შაურმას დავუწერდი 10-დან 10. უგემრიელეს იყო. აი რო არაფერს არ დაუწუნებ, ისეთი მაგარი. ვაწყობს ნებისმიერი. მე საერთოდ ძალიან მეშინია მიწისქვეშა გადასასვლელების და ანუ ძალიან არ მიყვარს რა. დაუცველობის შეგრძნება მაქვს და ესეთი მთვრალი ჩადიოდა, რა ვიცი, მთვრალი თუ რაში იყო მისი ის არ ვიცი, მაგრამ ველოდები რომ გაიაროს და მერე ჩავიდე. რომ ხალხი არ არის ბევრი და ცოტა არ იყოს მიშინი. დღე, არა, იქ ვარ არის ხა ისეთი განათებული. ისო ხარ სიყვარულო. საათი ხარ. დედა რა გაყავებულია სუპეტური. შიერი სავარაუდოდ. გავედით. ისი წაბუჟიალდა. თვრალი თუ რა ვიცი. არ არის სიბნელე ჯერ. რა იყო განცარის შეგეშინდა შვილო. არ ვიცი რატომ მიჭირს კონვერტაცია, როცა YouTube-ის ხელფასი მერცხებ. მაშინ როცა ძალიან ჩვეულებრივად კონვერტაციას ვიკეთებ, როცა დედა მიგზავნის ძმა ნებისმიერი ვინმე. არ ვიცი. ისე გამიჭირდა, მე მივწერე საქართველოს ბანკს და ჩამიგდეს ვიდეო, წამებში კი დავსვი, მაგრამ მაინც ძალიან გამიუხეშ და სხვათა შორის ხიზაბავრის წყალმა ბოლო მოუღო ჩემს ისედაც გაუბედურებულ თმებს. ამ სახეს ზეგამდე მოვისჩენ თქვენი აზრით. მეკითხოთ, ვერ. ვერანაირად ამ ჩემს სახეს ვერ ეშველება ზეგამდე და ფუთლილი უნდა წავიდე. კარგი ის არის, რომ მანქანაში წინ ვჭდები. რადგან ჩემი ქმარი მოახუხიალებს ტელევიზორს და უკან უნდა დაიჭიროს. ამიტომ სხვათა შორის არ მინდა წინჯდომა და რატომ? მამა ჩემთან წინჯდომა არის ძალიან რთული. რადგან ატარებს უსაშინლესად. ანუ რასაც ატორმოზებებიც იცუდათ, რაც მე ცუდად მხდის. და წინ არანაირად არ მინდოდა ჯდომა, მაგრამ ვიაზრებ უკან უარესია. სადაც შემიძლია ხოლმე ტელევიზორის ხელში დაჭერ. ხელში რა ანუ? ყველა მითხარ ზეგაკ მოკიდებულიო, ხო? მე ვთხარ ზედა მუწუკები. ჩემი სიყვარული საყურე, რომელიც დედიკო მაჯქამს თავის წრე ქონდა, რგოლი და რავი მოძრა გაფუჭდა და ხომ ზედეს რაღაცა მოხდა. ავტობუსში მითხოს გოგონა საყურე მოგძრავ და არა მეთქი ცალი მაქვს. ხო და ამას რო გავიკეთებ. ერთი მაგ კიდე წვრილი რაღაცა ამ დაგვარი ფერი და ეგ უნდა გავიკეთო ხოლმე. ჭურაობის თითქმის 3 წუთიც გაივია. გოგოებო მართალ სამულთ რომ მეუბნებით რომ YouTube-ის ხარისხი საწევია. ვისაც უთხარი ვერ მიკეთებენ, არ ვიცი, ვერ გავასწორეთ. ასევე ღამე რო ვიღებ ვიდეოს გარეთ ძალიან ცუდი გამოსახულება აქვს, რომ სამ ტელეფონისთვის გასაკვირია. რაც ნიშნავს იმას, რომ პარამეტრები ან რაღაც არ ვიცი გასასწორებელი აქვს, ვერც ამისი ვერ ვიპოვე ვერავინ და დამაკვალიანეთ, სად შემიძლია რომ მივიტანო და გავასწორებინო, იმიტომ რომ რისთვის ვიყიდე ტელეფონი თუ კაი ხარისხი არ იქნება, ხო? ხო და კი, ყვაყოფილი ვარ დღე ფოტოებზეც და იმაზეც, მაგრამ უფრო მეტი ხარისხი უნდა გქონდეს YouTube-ის ვიდეოსო და ასევე ღამე
ძალიან ცუდად იღებს. გარეთ. ხო და მიშველეთ. ამასობაში ჩამოვენელოდა. არ ვიცი რა უშვერო ამ ტელეფონს უკუნეთში ვარ. რა გავუსწორო არ ვიცი, დავიპლომბე, გამოვედი. თუმცა გადასაკრავი გაქვსო აუცილებლად და მაქსიმუმ 1 წელი გაგიძლოს რაც ხა გაკეთებული თუ არ გადავიკრავ. და იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ემოციები მითხრა რომ ისეთ უნდა გაიკეთო, ვისაც ვთქვათ ორი ყავსო რა, ანუ თვითონ და ასისტენტი, რომ ერთმა სხვა რამით იმუშაოს, მეორემ რაღაცა ჩაკიდოს, იმიტომ რომ ძალიან გადამერევი ვაქო და ამიტომ სხვასთან გამიშვა გადაკვეზე. დაპლომბით კი ბატონო, შევძელით რაღაცნაირად დაპლომბვა 2 კვირის. ეს შეღავაც მიკეთებდა და დაპლომბაზე ახლა სხვასთან დამიჯდება ალბათ ორივე დაპლომბა კი არა გადაკვეზე ალბათ 250-300 მაინც დაჭდება სავარაუდოდ. 250 მაინც. ხო და ნახოთ. არ ვიცი, არ შემიძლია, ახლა ცუდად ხვდები რა გავაკეთო. ამ ჩემს ბიზნესს ველოდები 15 წუთია. რომ მოვა სანამ წავერთ 15 კიდე იდგება და მოკლედ. მარტო იმიტომ ვერავდი ვარ მეტრო ნაძალადევით ფეხით, რომ უამრავი ძაღლია ქუჩაში და ფიზიკურად არ შემიძლია ძალიან მეშინია. აგერ დგავარ. ყველა მარშრუტკა მოვიდა მინიმუმ 3 ჯერ. ჩემი მარშრუტკის გარდა და გთხოვთ 533-ზე ან მარშრუტკა დაამატეთ, ან ცოტა მალმალე მოხდეს მოძრაობა, იმიტომ რომ შეუძლებელია ხალხო 40 წუთი, ნუ აი რო დგახარ და ელოდები, აი არ ვიცი რა ვთქვა რა. კანიეცნიერი. ჰაი ხალხო, როგორც მოგიხსენებთ, ვიმყოფები მთაში, წავიზვათ კრები. კრები ხო იცით რა არის, მაზი. ვიზვათ ერთვეჭი. და ესე ტყლაში. ახლა რისთვის აბა შეფუთი, ვაიმე დაამგრილა ხალხო, გამიშეშ და წელი, მე რა ვიცი რას დავაბრალო, ამ ეკერსლა კანი რა შუა შევერგეთო. თბილისიდან მომივიდა ჟვანოკე. ავე დავასახელებ მისგან, იქით ჩემი მეზობელი იყო, ხო იცით, ზინა სიმან დამირეკა რა მამიდას. ხო, ყველაფერზე ვერ ვიტყვი. ხო და ალხო ასული თქვენ ამოაჭრეთ, ალ მე ჩავახტები ხახაში. გააჩერეთ ერთ წუთი ვიდეო მეჩამეწერია ხალხისთვის. დედა დილას აღავე ბე რა იყო? შეკაი მამიდასულო. მაგრამ ხა სხვა სახუა დავწყევლი ხო? დამიზვანოკეს რომ აბა თუნდე თბილისი სიცხისგან იჭრის. გადავიჭრით. აი ესეთი ჟვანოკი მოვიდა. ახლა რა მაინტერესებს? ზუსტად იცით რომ მზეგწვავთ. ზოგიერთებს. ცოდვების განხრაკებით. ეს კითხვაფად მეტი არა. ველოდები პასუხს. მზეგწვავთ თუ ცოდვების განხრაკებით. აჰა. მოკლე კითხვა დავსვი. ბატონო, უი დედა. ჰაი ხალხო, ერთი მუწუკი, ორი მუწუკი. მე ხიც ამ კაც დაეცა, რასაც მე ამას ვიტენიანი, ბადი ხატკაცი არის ხატკუჭი და რამ გამომაყარა, რამ გამომანათა, რა სიკუთი მამაწყინა მე ჩემამდე არ დადის, ხო? ვაიმე. ცხელა. აი ესეთი შეკაი ბაბიდაშვილო, რო აჭერი. რა იყო? დღესაც ცოტა დააჭირე, ხვალე ცოტა. რაც მოასკდი, მე მელოდებოდი. ერთ კალას უნდა დაურეკო. ის უნდა გამოვლანჭყო, ხურიონმა ვერ განჭყო. ახლა ზუსტად ჩემს უნდა გამოვლანჭყო, მაგრამ იყოს მაინც ყოველ შემთხვევაში უნდა გამოვლანჭყო. რა იყო ასეთი სიცხე ხო? უი დედა. გადაიდო ხალხო ქორჩილები. ცხელა. ხო? მაგრა ცხელა. მოდი და გაამტყუნე პატარძალი.